მოგესალმებით მეგობრებო. ნამდვილ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ საკმაოდ აქტუალურ და ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო თემას, რა ელის ჩვენს ქვეყანას. ასევე განვიხილავთ ამერიკის ტრანზიტებს და განვიხილავთ უკრაინის საკითხს. მოკლედ, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელის წინ. აუცილებლად დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ, რათა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო. პირველ რიგში, როდესაც ვნახე საქართველოს ტრანზიტები, ტრანზიტული რუკა, რა თქმა უნდა, არ იწყება აპრილის თვე მარტივად, იმიტომ რომ აპრილის პირველ კვირაში გვაქვს საკმაოდ ქაოტური და შეიძლება ასე ითქვას, რევოლუციური ასპექტი მზე ურანის დაპირისპირება, რაც მოიტანს, რა თქმა უნდა, ქაოტურ ფონს, მოიტანს იმას, რომ ადამიანებს გაპროტესტება მოუნდებათ უფრო მეტად და რა თქმა უნდა, იქნება გააქტიურებული გარკვეული ცვლილებების სურვილი ადამიანების მხრიდან. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ნეგატიურ გამოვლინებაში ამ ასპექტმა იცის გარკვეული ძალადობრივი ქმედებები, იცის სპონტანური, ანარქიული გამოვლინებებიც, ხო? შესაბამისად, ეს არ იქნება 7 დასაწყისი აპრილის თვის, რა თქმა უნდა, ტრანზიტების მიხედვით. გვაქვს მზე პლუტონის დადებითი ტრანზიტით, შესაბამისად, ცვლილებები და ტრანსფორმაციები იქნება აუცილებლად, მაგრამ ეს ცვლილებები და ტრანსფორმაციები იქნება მეტწილად დადებითი სახის. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ ტრანსფორმაციული პერიოდია 2025 წელი, ვინაიდან 2025 წელს უნდა დასრულდეს ყველაფერი ის, რაც დაიწყო დიდი ხნის წინ და რაც უკვე დიდი ხანია გაიწელა და აუცილებლად უნდა დასრულდეს. იმიტომ რომ ეს არის ცხრიანის წელი. ვისაც არ გაქვთ ნანახი ჩემი 2025 წლის პროგნოზი, აუცილებლად ნახეთ. აი ეს ვიდეო არის კონკრეტულად და ლინკი ქვემოთ იქნება და აუცილებლად გადადით და ნახეთ, იმიტომ რომ იქ ვსაუბრობდი თუ რაოდენ საბედისწერო და მნიშვნელოვანია 2025 წელი, იმიტომ რომ შემდეგი წლიდან ჩვენ უკვე გადავდივართ საერთოდ ახალ ეპოქაში, მეგობრებო. შესაბამისად, 2025 წელს ძალიან ბევრი პროცესი დასრულდება, რაც დასასრულებელი. შესაბამისად, ეს წელი გარკვეულ ტრანსფორმაციებთან, კატაკლიზმებთან და ნგრევებთანაც არის კავშირში. ჩვენს ქვეყანასაც შეეხება ის მენტალიტეტი, ის მიდგომები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს კარმულად დასაკორექტირებელი, აუცილებლად უნდა დაკორექტირდეს. და რაზე მაქვს ახლა საუბარი? ვინაიდან ნუმეროლოგიური ციფრი ჩვენი ქვეყნისთვის გამოდის 4-იანი არის კავშირში რაჰუს ენერგიებთან, ხო, ანუ აღმავლო კარმულ კვანძთან, ჩრდილოეთის კვანძთან, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ წინ კოლექტიურად ცნობიერების დონის მხრივ. რაჰუ, აღმავალი კარმული კვანძი, ჩვენს ქვეყანას დააკისრებს თავისი კარმული ვალის ასრულებას. შესაბამისად, თითოეული მოქალაქე უნდა დაფიქრდეს თავის მოვალეობაზე, ასე ვთქვათ, თავისი ქვეყნის მიმართ. და რა არის ახლა ეს? ჩვენი ქვეყნის კოსმოგრამა და ეს ვიდეოა კონკრეტულად აქ განვიხილავდი ამას და შეგიძლიათ ნახოთ, ქვემოთ ლინკი იქნება. ეს კარმა ეხება თხის რქას. რატომ? იმიტომ რომ აღმავალი კარმული კვანძი ჩვენს ქვეყანას კოსმოგრამის მიხედვით აქვს თხის რქაში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს თხის რქის კარმული პროგრამა ყველას კოლექტიურად გასავლელი როგორც საქართველოს შვილებს და საქართველოს მოქალაქეებს, ხო? რას ნიშნავს ახლა ეს? ქართველმა ერმა უნდა ისწავლოს გამოსვლა ინფანტილიზმიდან. გამოსვლა ამ ბავშვური პოზიციიდან, რომ სხვა უნდა მოაგვაროს ჩემი პრობლემა. გამოსვლა ამ პოზიციიდან, რომ რაღაცა ხსნელი ზღაპრის გმირი არსებობს, მოვა და ყველას გადაგვარჩენს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ეს პროგრამები არის დასაკორექტირებელი. სწორედ ამაზე საუბრობს ჩვენი ეს კარმული პროგრამა. შესაბამისად, დისციპლინირებულობა, დამიწებულობა და მეტი რაციონალური მიდგომები რა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად კარგი და სწორი წინსვლისთვის დამხმარე ინსტრუმენტი, ამაზე დაფიქრება ყველას გვჭირდება. შესაბამისად, მეტი დამოუკიდებლობა და აი ნამდვილი თავისუფლებისკენ სწრაფვა. ანუ არა თავისუფლებისკენ, რომელსაც მივყავართ რაღაცა ქაოსისკენ და ანარქიისკენ, არამედ იმ თავისუფლებისკენ სწრაფვა, რაც არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას და არ გამორიცხავს კეთილსინდისიერებას. იმიტომ რომ ნამდვილი თავისუფლება ყოველთვის იბადება პასუხისმგებლიანობაში. როდესაც ჩვენ არა მხოლოდ სხვას ვთხოვს დავუშვათ, რომ პასუხი აგოს მან თავის ქცევებზე, არამედ ჩვენ ვაგებთ
პასუხს ჩვენს ქცევებზე, ვართ გათვითცნობიერებულნი ჩვენს საქციელებში და ზუსტად ვიცით რა მიზანი გვაქვს ჩვენ. და ჩვენი ქვეყნის მიზანი რა უნდა იყოს, ხო? მაქსიმალური თვითტრანსლირება მსოფლიოსთვის, მსოფლიო მასშტაბით, ინდუსტრიალიზმის განვითარება და რა თქმა უნდა ეკონომიკური წინსვლა. სწრაფვა იმისკენ, რომ გარკვეული სფეროები და სტრუქტურები ჩვენს სახელმწიფოში დაალაგდეს დისციპლინის მიხედვით, ხო? მაგრამ თუ ჩვენ არ გვექნება ეს დისციპლინა, ხო, მოქალაქეები ქმნიან რეალურად გარემოს, ხო? ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ჯერ დისციპლინირებულნი და შემდგომში ეს დისციპლინა და ეს დღის დადებითი თვისებები, ხო? ეს შრომის უნარიანობა, დისციპლინა გავრცელდება ქვეყნის მასშტაბით. ანუ რეალურად აქ ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იმუშაოს თავის თავზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ რა გარემოც იქნება ჩვენს გარშემო, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ამაზე ჩვენ არ გვაქვს გავლენა, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს და თითოეული ადამიანის შინაგან მდგომარეობას, ქცევებს, არჩევანს და ამავდროულად ვიბრაციებს, ანუ გამოსხივებას აქვს გავლენა საერთო კოლექტიურ გამოსხივებაზე და იმ გარემოზე, რა გარემოც იქნება. დაიმახსოვრეთ ესეთი კანონი ეზოთერიკის. დამკვირვებელი ქმნის გარემოს. შესაბამისად, ჩვენ როგორც დამკვირვებლები ვქმნით იმ გარემოს, რა გარემოშიც ვართ. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა არის უკვე ჩვენზე. როგორი აზროვნებაც გვექნება შინაგანად, როგორი ცნობიერების დონეც და როგორი პასუხისმგებლობის დონეც, ზუსტად ისეთი ცხოვრება იქნება საქართველოში. საბოლოო ჯამში ეს ასეა და კარგია რომ ეს გავიაზროთ და გამოვიდეთ ბავშვური პოზიციიდან. რომ თითქოს ყველა ვალდებულია ჩვენ წინაშე და ჩვენ არ გვაქვს ვალდებულებები. ეს არის აქ დასაკორექტირებელი, ზუსტად ამას საუბრობს ჩვენ ქვეყნის კოსმოგრამაში არსებული დაღმავალი კარმოლიკვანძი კეტუ კირჩხიბში. აი სწორედ ამ თვისებებისგან უნდა განთავისუფლდეთ ყველა კოლექტიურად, ჩვენ თუ გვინდა წინსვლა. ვისაუბროთ ახლა ამერიკაზე. ამერიკას ვერ ვიტყვით, რომ ცუდი წელი იქნება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ უკვე 9 ივნისიდან იუპიტერი რომ შევა კირჩხიბში. ძალიან დიდი მასშტაბირება წავა უკვე 1 წლის განმავლობაში ამერიკაში, ხო? და მოსალოდნელია, რომ ამერიკა ტერიტორიულადაც გაფართოვდეს, მეგობრებო და რა თქმა უნდა, ეს ლოზუნგი Make America Great Again, მე ვფიქრობ, რომ უფრო ივნისის პერიოდიდან ის იუპიტერი რომ შევა კირჩხიბში და შეიქმნება ეს ტრანზიტული იუპიტერის ნატალურ მზესთან შეერთება, მაშინ მოხდება ეს ყოველივე. ნატალურ მზესთან, არამედ რეალურად იუპიტერთანაც. მოკლედ, საკმაოდ იღბლიანი პერიოდი დაიწყება ამერიკას უკვე ივნისიდან, ხო, 9 ივნისიდან, როდესაც იუპიტერი შევა კირჩხიბში. საბოლოო ჯამში ამერიკისთვის ეს იქნება საკმაოდ ემოციური წელი, იმიტომ რომ პერსონალური ნუმეროლოგიური ციფრი შეიძლება 2-იანი ამ წლის, ხო, ამერიკისთვის. 2-იანი რა თქმა უნდა მოიტანს გაურებულ ტენდენციას, 2-იანი მოიტანს ორმაგ სტანდარტებსაც ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, გაურებული ენერგიები აქვს 2-იანს, მაგრამ ამავდროულად 2-იანი ეხება რას? მთვარის ენერგიებს. მთვარის ენერგიები არის რა? ოჯახი. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ოჯახური თემატიკა ამერიკაში წამოვა წინა პლანზე. რაც შეეხება უკვე ამერიკის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან, ხო და კერძოდ ჩვენთან. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ რა თქმა უნდა ამერიკას არ აწყობს საქართველოს დაკარგვა არანაირად, თუმცა ამერიკა ტრამპის თანამდებობით, ხო, და მისი ადმინისტრაციის უკვე თავის რეალურ გეგმებს, თავისი საქციელებით და ქმედებებით გვაჩვენებს ამ წლის განმავლობაში. ეს მოხდება უკვე შემოდგომის დაბნელებებამდე. გავარკვევთ უკვე რა ვექტორი აქვს ამერიკას, იმიტომ რომ ჯერჯერობით ეს არის საკმაოდ ჩახლართული და საინტერესო პოლიტიკური თამაშები. იმ პირველი ქმედებებით, რაც უკვე გააკეთა ტრამპმა, მხოლოდ ამით ჩვენ არ უნდა განსაზღვროთ ამერიკის პოლიტიკა და ამერიკის პოლიტიკური კურსი, მეგობრებო, იმიტომ რომ ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები იქნება კიდევ
ტრამპისგან, რომ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის მარტივი ფაქტი, რომ ტრამპი მაქსიმალურად თავისი და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის იმოქმედებს და მისი ინტერესი რა იქნება 2025 წელს ტერიტორიების გაფართოება და ქვეყნის წმენდა არალეგალებისგან. ამიტომ აქ კიდევ ქართველებისთვის ცოტა მტკივნეულ თემაზე უნდა ვისაუბრო. ეს არის დეპორტაცია. მასიური დეპორტაციები წავა აუცილებლად, მეგობრებო. ამაზე ვერ დაგამშვიდებთ. რა თქმა უნდა, ყველას დეპორტაცია არ მოხდება. უამრავი ქართველი იზის ახლა ციხეში, როგორც ვიცი და ელოდება სასამართლოს და ჩემთანაც კონსულტაციებზე ბევრის მშობელი მოდის და ჩვენ განვიხილავთ ტრანზიტებით, აი ვის გაუმართლებს მეტწილად და ვის არა. და მართლაც ასე ხდება ხოლმე მერე. ეს ინდივიდუალურია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მასიური ემიგრანტების დეპორტაცია რომ იქნება 2025 წელს, ეს ფაქტია. შესაბამისად, არ არის მარტივი წელი. ამერიკაში ხდება ტრანსფორმაცია შიდა პოლიტიკის და ასევე გარე პოლიტიკის, ხო? ანუ ამერიკაშიც თავისი სტრუქტურული ცვლილებები მიდის ახლა. საკმაოდ საინტერესო წელია, მეგობრებო. რაც შეეხება უკრაინას, ვერ ვიტყვით, რომ უკრაინისთვის მარტივი პერიოდია, მეგობრებო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი შანსია, რომ 2025 წელს დამთავრდეს უკვე ეს ომი, რომელიც ამდენი წელია გაიწალა, ხო, რუსეთ-უკრაინის ომს ვგულისხმობთ. და ხო, ვისაც არ გინახავთ ჩემი განხილვა რუსეთ-უკრაინის ომის, აი ეს ვიდეოა და ლინკი ქვემოთ იქნება და გადადით და ნახეთ აუცილებლად. საკმაოდ საინტერესო იყო ეს წლების წინ ჩავწერე ეს ვიდეო, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვიდეო მეგობრებო ჩვენს ასტროგურუს YouTube არხზე და საკმაოდ დიდი ნახვები და გამოხმაურება ჰქონდა. არ არის მარტივი წელი უკრაინისთვის. უკრაინისთვის გამოვიდა წლის პერსონალური ციფრი 5-იანი. 5-იანი ნიშნავს საკმაოდ დინამიურ და უკონტროლო სიტუაციებს და ქმედებებს ამ შემთხვევაში. საკმაოდ დინამიური და აქტიური წელი იქნება უკრაინისთვის, მაგრამ მათ მოუწევთ ბევრ მოლაპარაკებაზე და კომპრომისზე და დათმობაზე წასვლა. სხვანაირად ნამდვილად არ იქნება. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მარტივი წელია უკრაინისთვის, ხო? იმიტომ რომ ასეთი გრანდიოზული ომი, როგორიც არის რუსეთ-უკრაინის ომი, მსგავსი გრანდიოზული ომების მერე, იგივე ტერიტორიებით ამ ომის დასრულება, ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება. მსუბუქად რო ვთქვათ. შესაბამისად, გარკვეულ მოლაპარაკებებს და დათმობებს უნდა ჰქონდეს ადგილი. საბოლოო ჯამში საკმაოდ ბევრი მოლაპარაკება მოუწევს უკრაინას 2025 წელს. და ეს მოლაპარაკებები შეიძლება თავად უკრაინისთვის არ იყოს სასიამოვნო. უკვე 2025 წლის ივნისის თვიდან, როდესაც შევა, ესე იგი, იუპიტერი კირჩხებში, ამ ომის კოსმოგრამის მიხედვით, იქ უმრავლესობა პლანეტების წყალში გვქონდა შესაბამისად, როდესაც იქნება ეს ოპოზიცია იუპიტერთან, ხო? მეტი შანსია, რომ უკვე ზაფხულის პერიოდიდან, ეს ერთი წლით რომ შევა იუპიტერი კირჩხებში, უკვე მოხდეს სერიოზული მოლაპარაკებები და ფიქრი იმაზე, რომ ეს ომი დასრულდეს, მეგობრებო. ანუ უკვე ზაფხულის პერიოდიდან. ჩვენი ქვეყნისთვის როგორი წელია? ვსწავლობთ ჩვენს კარმულ გაკვეთილებს, როგორ გამოვიდეთ ბავშვური პოზიციიდან, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე. შემდეგ, უკრაინისთვის მოლაპარაკებები და კომპრომისზე წასვლა. ეს მოუწევთ აუცილებლად. და ამერიკაში იქნება ცვლილებები შიდა პოლიტიკური და ცვლილებები, რაც დაუკავშირდება ოჯახის თემატიკას და ოჯახის აღქმის თემატიკას. აუცილებლად ოჯახური და კულტურული ცვლილებები. ეს აუცილებლად იქნება ამერიკაში და კიდევ სწრაფად ტერიტორიების გაფართოებისკენ. შესაბამისად, საკმაოდ საინტერესო წელია, მეგობრებო, მე როგორც უკვე ვთქვი, 2025 წლის პროგნოზში არის მოსალოდნელი ლოკალური ომები და დაპირისპირებები. საბოლოო ჯამში 2025 წელი გვამზადებს იმისთვის, რომ ჩვენ შევიდეთ ახალ ეპოქაში უკვე 2026 წლიდან. მე მინდა ვთქვა ასეთი რამ.
ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში არ იქნება არც იუპიტერის ტრანზიტი კირჩხებში ცუდი, იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში საკმაოდ კარგად დაგვებედა და მე ვიცოდი, რომ ეს ასე იქნებოდა. ფეხბურთის ხრივ საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, რატომ? იმიტომ რომ ეს იუპიტერის ტრანზიტი ტყუპებში შეერთებაში ხო ჩვენს ნატალურ მზესთან, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ცნობადობას და გაფართოებას იძლევა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის სახელისთვის, მაგრამ ეს იუპიტერის ტრანზიტი კირჩხებში ასევე არ იქნება ცუდი. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას კოსმოგრამაში აქვს პლანეტები კირჩხებში, შესაბამისად რა თქმა უნდა დიდი შანსი არის რომ ეკონომიკურად უკვე ჩვენმა ქვეყანამ დაიწყოს ზრდა უკვე ზაფხულის პერიოდიდან მეგობრებო იქამდე ვერ ვიტყვით რომ შეიძლება იყოს სერიოზული ძვრები მაგას ნამდვილად ვერ ვიტყვით ეკონომიკის მიმართულებით მე ყველას მოვუწოდებ მშვიდობისკენ ეხლა ყველას გვჭირდება დიპლომატია რაციონალიზმი და მშვიდად ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი წელი მეგობრებო, არც ერთი ქვეყნისთვის, რეალურად მსოფლიოშიც კი არეულობაა და რა თქმა უნდა ეს ჩვენზეც ხო, საქართველოსაც აისახება. მე ყველას ვუსურვებ წარმატებას, წინსვლას, სიმშვიდეს, შინაგან ჰარმონიას. დაწერთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, ამერიკის პოლიტიკურ ცვლილებებზე და ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო და რა თქმა უნდა, დაელოდეთ ჩემს შემდეგ ვიდეოებს.